ამერიკა აჩერებს, ევროპა კი მობილიზებისთვის ემზადება. მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ეჭვები გამართლდა, ევროპამ გადაიარაღების გეგმა გააქტიურა და ის მსოფლიოს წარუდგინა. მასში კონტინენტის თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინისთვის სწრაფი სამხედრო დახმარების მიწოდების შესაძლებლობებია გაწერილი. საუბარია 800 მილიარდი ევროს მობილიზებაზე, რომელიც კონტინენტის უსაფრთხოებით არქიტექტურას მომდევნო 10 წლეულში გააძლიერებს. ამის საჭიროების ახსნაზე ევროკომისიის პრეზიდენტს ბევრი დრო არ დაუკარგავს, ამბობს, რომ ყველაფერი ნათელია. წევრი სახელმწიფოები მზად არიან მეტი ინვესტიციისთვის საკუთარ თავდაცვაში, თუ მათ ექნებათ საამისო ფისკალური სივრცე. ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ ასეც მოიქცნენ და სწორედ ამიტომ შევთავაზებთ მათ სტაბილურობისა და ზრდის პაქტიდან გასვლის ეროვნულ გეგმის აქტივაციას. ეს მისცემთ მათ შესაძლებლობას ხელშესახებად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები გადაჭარბებული სადეფიციტო პროცედურების გარეშე. თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5%-ით, ამით შექმნიან 650 მილიარდი ევროს ფისკალურ სივრცეს მომდევნო 4 წლისთვის. მეორე შეთავაზება ახალი ინსტრუმენტია. ის გულისხმობს წევრი სახელმწიფოებისთვის 150 მილიარდი ევროს ცესხის მობილიზებას თავდაცვაში ინვესტიციისთვის. ეს ნიშნავს უკეთესად ხარჯვას და ერთად შესყიდვას. საუბრობთ პან-ევროპულ მობილიზებაზე. იქნება ეს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, შეიარაღება, რაკეტები, დრონები თუ მათი საწინააღმდეგო სისტემები. ასევე კიბერ და სამხედრო მობილობა. ეს დაეხმარება წევრებს, რომ ერთად შეიძინონ შეიარაღება, რომლითაც შეეძლებათ მასიურად გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მიეწოდონ მას შეიარაღება დაუყოვნებლივ. მესამე პუნქტია ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენება. ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთება მოკლე ვადაში შეგვიძლია. ბოლო ორი ნაბიჯი ეხება კერძო კაპიტალის მობილიზებას. ამ გეგმაზე ევროპელი ლიდერები 6 მარტის საგანგებოს ხდომაზე იმსჯელებენ. მანამდე კი მსჯელობა არ წყდება იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ოვალურ კაბინეტში მომხდარმა უპრეცედენტო დიპლომატიამ პროცესებზე. სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯეიდი ვენს შორის მომხდარმა შელაპარაკებამ განაპირობა ის, რომ კიევს სტრატეგიულმა პარტნიორმა სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა. სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბუბნება არ აქვს უკრაინას, რომელმაც დღეს რუსეთისგან 99 დრონით მიიღო დარტყმა. კიევში ესმით ვაშინგტონთან ურთიერთობების შეფერხების მიზეზებიც და შედეგებიც, ამიტომ რიტორიკა დიპლომატიურია. უკრაინამ მტკიცედაა მოწადინებული გააგრძელოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიპლომატიური და სხვა არხების დახმარებით. რათა ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დავწუნდეთ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ბრძოლას ხანგრძლივი მშვიდობისთვის. უკრაინას არ აქვს გამოსავალი თავდაცვის საჭიროებები, ვერ მოგცემს შეჩერების საშუალებას, რადგან მტერი არ ჩერდება. დარწმუნებულები ვართ, რომ მოვამარაგებთ ჩვენ ჯარს ყველა საჭირო კომპონენტით, რა გარემოებებიც არ უნდა შეიქმნეს. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გრძელდება. გასული ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინაში ჩამოდის. ასე მოხდა გუშინაც. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, ცვლილებებს ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. მზად ვართ მოვაწეროთ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია. კიევსა და ვაშინგტონს შორის ხიდების აღდგენაზე მუშაობს ლონდონი. კირ სტარმერი ორივე ქვეყნის პრეზიდენტს ესაუბრა და დიპლომატიური გადაწყვეტა შესთავაზა. თავად ამერიკის შეერთებული შტატები ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ კარს ღიად ტოვებს, ისევე როგორც მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. ვაშინგტონი ცდილობს შუამავლის როლი შეასრულოს, იმ პირობებით, რომ დათმობა ორივე მხარეს მოუწევს. უკრაინის მხრიდან იყო ზარის საუბრების გაგრძელების თაობაზე, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოიჩინა, მეორე კი მკაფიო იყო მისი მხრიდან ნების არარსებობა, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. ომის დაფინანსება სამუდამოდ შეუძლებელია. ამერიკელი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება. თუ ევროპაში გამოკითხვებს დაეყრდნობით, ნახავთ, რომ ვერც ევროპა შეძლებს ამას. ჩვენ ეს პროცესი სამშვიდობო გადაწყვეტამდე უნდა მივიყვანოთ, სწორედ ამას ცდილობს პრეზიდენტი, თუმცა მას სჭირდება მომლაპარაკებელი პარტნიორი უკრაინიდან, რომ ეს გაიაზროს. მათ რა თქმა უნდა აქვთ საკუთარი შეხედულებები და ყველაფერში ვერ დაგვეთანხმებიან, მაგრამ უნდა დაელაპარაკონ. ზელენსკის ევროპელებმა უთხრეს, რომ ისაა თავისუფლებისთვის მებრძოლი და უნდა გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ. ვის ხარჯზე, ვისი ფულით, ვისი შეერაღებით, ვისი სიცოცხლის ფასად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამაზე აქვს უფრო რეალისტური ხედვა. ომი უნდა დამთავრდეს. არავინ გთავაზობთ, რომ პუტინს ნობელის პრიზი მივანიჭოთ მშვიდობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შედგეს საუბარი და ეს არ გამოვა მისთვის ცუდი სიტყვების ძახილით. ზელენსკი კი სწორედ ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, კარი ღიაა, მანამ ვიდრე ზელენსკის მშვიდობაზე საუბარი სერიოზულად ენდომება.
არ შეგიძლია მიხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სადმე სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო დეტალების განხილვაზეც. ყველას მოუწევს დათმობა, უკრაინას კი ამის განხილვა არ სურს. როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი, ვინც ყურმილს აიღებს. ვაშინგტონში ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა დათმოს მოსკოვმა. შესაძლოა ამის გამოა, რომ კრემლს პოზიციებში ცვლილებები არ ჰქონია. სერგეი ლავროვი კვლავ იმეორებს, რომ დონეცკი და ლუჰანსკი, ისევე როგორც ხერსონი და ზაპოროჟიე რუსეთის ტერიტორიაა. დიმიტრი პესკოვი კი ამტკიცებს, რომ სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ საკუთარ მიზნებს უნდა მიაღწიოს. მოსკოვი ცდილობს ვაშინგტონსა და კიევს შორის გართულებული ურთიერთობების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და ამტკიცებს, რომ ეს უკრაინას არ უნდა მშვიდობა, იმ ომში, რომელიც მოსკოვმა დაიწყო. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიევის რეჟიმს უბიძგოს სამშვიდობო პროცესისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული სახელმწიფოები პირდებიან უკრაინას დახმარების გაგრძელებას, შეეცდებიან შეიარაღების დანაკლისის კომპენსირებას. თუმცა მთავარი მომარაგებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. თუ ის შეაჩერებს ამას, ეს საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო პროცესისთვის. დონალდ ტრამპმა ბოლო პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი შეთანხმებამდე ვერ მივა, ის თანამდებობაზე დიდი ხნით აღარ გაჩერდება, რადგან უკრაინა მას აღარ მოусმენს. დონალდ ტრამპი საკუთარ თავს ერთადერთ პრეზიდენტად მიიჩნევს, ვის დროსაც რუსეთს მეზობლებისგან არანაირი ტერიტორია არ წაუღია. თუმცა გაგრძელდება თუ არა ასე, ბუნდოვანია. ვფიქრობ, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. საჭიროა შეთანხმება რუსეთთან და საჭიროა შეთანხმება უკრაინასთან. აგრეთვე საჭირო იქნება ევროპული ქვეყნების თანხმობაც, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ახლა შესაძლოა ვიღაცას არ სურდეს გარიგების დადება და თუ ვინმეს მართლაც არ სურს, ვფიქრობ ეს ადამიანი დიდხანს არ იქნება ჩვენ ირგვლივ. ამ ადამიანს დიდხანს არ მოусმენენ, რადგან მჯერა რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს. მჯერა რომ უკრაინელ ხალხს გარიგების დადება სურს. მათ სხვებზე მეტად განიცადეს და დაიტანჯრენ. თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი, დიდი ნაკვეთი, სადაც მათ აქვთ წყალქვეშა ნავების ბაზა. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ არაფერი მიუღიათ და პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიიღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მთელი უკრაინის მოპოვებას. მე რომ არ მოვსულიყავი, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ. უკრაინელები აქტიურად არიან ჩართულები არამხოლოდ ომში, არამედ დიპლომატიაშიც. ისინი პროცესებს ახლოდან აკვირდებიან და საკუთარ პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ, რადგან თვლიან, რომ ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმართლე ელაპარაკა. პოლიტიკურ სპექტრში კი არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო მიზნებიდან გამომდინარე პრეზიდენტს ვაშინგტონისთვის ბოდიშის მოხდას ურჩევენ. შეჩერებულ დახმარებას ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ არ გამოხმაურებია.